ეს იყო აბსოლუტურად ორკესტრირებული თავდასხმა ქართულ სახელმწიფოზე, რომელიც შესრულდა BBC-ს, ევროპარლამენტის და ქართული რადიკალების და მათი მედიის ხელით. ზადვართ ნებისმიერ რელევანტურ საერთაშორისო ინსტიტუციას ყველა ეს მასალა ვაჩვენებ. და მოლიბინო საერთაშორისო ინსტიტუციები თუ ასე რაიმე კითხვა არსებობს, რატო არ მიდიან და რატო არ იხურებენ? ყველა დოკუმენტაციას აჩვენებს. რა თქმა უნდა. რატომ არ თქვა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ფიქრზე? რატომ არ გვაჩვენებთ დოკუმენტები ამ ყველაფერს? გვაჩვენეს ერთი კასრი. და რატომ უბრალოდ ხო არავის ეზარ ხო ხედავთ, როდესაც ესეთი ორკესტრირებული პროცესი იყო ჩვეულებრივად გარედან დადგმული სცენა, ის ერთი წლის თავზე დაიწყეს ახლა მოძიება, რომელიც მოიწამეთ, ვის ქონდა იმ დღეს თავის ტკივილი და მაღალი წნევა. ყველა კითხვის პასუხი გაწეული აქვს, ნაცვლად ისეთ თული სახელები რაც თუ კი რაიმე კითხვა არსებობს, ითქვა აბსოლუტურად გასაგებად პრემიერ-მინისტრის მხრიდან ნებისმიერ რელევანტურ საერთაშორისო ინსტიტუციას აქვს კითხვა, მოვიდეს ნახოთ რატო არ ჩამოდიან აქამდე, რატო არ ჩამოაღწიეს ბოლო-ბოლო. ჩვენ ვიყიდით ბილეთს რომ ჩამოვიდეს.